ერთი საკითხია, რომ ირაკლი კობახიძეს ყოფნის უტიფრობა ისაუბროს ევროკავშირის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და მეორე არის ქართული ოცნების ქმედებები და ის თუ ვინ დაიჯერებს მის ნათქვამს, წლებია უკვე საქართველოს არასრულებს არც ერთ ვალდებულებას, ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, როგორ შეასრულა თითქოს 12 პუნქტიანი გეგმა და ის ნაწილობრივ შესრულებული პუნქტებიც შემდეგ გააუარესა, გვახსოვს სტატუსის მინიჭების შემდგომ 9 დათქმის შეუსრულებლობა და განსაკუთრებით 24 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიკონსტიტუციური დრაკონული კანონმდებლობა, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა, ახლა პარტიების აკრძალვა, ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც აწარმოეს მათ ამ ქვეყანაში, შესაბამისად ნებისმიერ თუნდაც საერთაშორისო ტრიბუნაზე წარმოთქმული კობახიძის სიტყვები ისეთივე ჩალის ფასის მატარებელი არის, როგორადაც მას აღიქვამს ქართული საზოგადოება.